გამარჯობა შემოძვირფასებო. დღეს გავაკეთოთ სასიყვარულო გაშლა ორ ვარიანტად. ესეთი შავი და ოქროსფერი დასტით. თქვენ მხოლოდ უნდა აერჩიოთ საითკენ გაგიწიათ გულმა და მოусმინოთ. დავიწყოთ შავი დასტით. პირველ რიგში ვნახოთ რა მახასიათებელია ამ ვარიანტისთვის, რა არის ინფორმაცია, რითინაც ამოიცნობთ, რომ ეს ვარიანტი არის თქვენი და თქვენი არჩევანი არის სწორი. აქ ჩანს რაღაც დიდი დეპრესია, დიდი გაჭირვება, დიდი პრობლემა, გამოუვალი სიტუაცია. თქვენიან მისი ეს საჯარო გაშლაა, სადაც და როდესაც გამოჩნდა ის და ამოგიყვანათ ამ მდგომარეობიდან. თუ ეს დეპრესია იყო მაშინ, აღარც კი გახსოვდათ რა იყო დეპრესია, აი ესეც სიყვარულით, სილამაზით, ბედნიერების შეგრძნებით, მუცელში დაფრინავდა პეპლები, თუ ეს ფინანსური პრობლემა იყო, დაგეხმარათ ეს ადამიანი ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად და ასე შემდეგ. ჩიხური სიტუაციიდან გამოგიყვანათ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს სიყვარული, ეს დიდი სიყვარულის შედეგი იყო, ეს გამოსავალი და მისმა თქვენ და მე დიდმა სიყვარულმა შეაძლებინა ეს. თუ მსგავსი ისტორია გაქვთ, მაშინ ეს გაშლა თქვენია. ნახოთ რა ხდება ახლა. წარსული ვნახეთ და ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენთან. ახლა ჩანს, რომ რაღაც და რაღაც მიზეზების გამო თქვენ ფიზიკურად ვეღართ ხართ ერთად. შეიძლება ეს არის ტერიტორიული სიშორე, საქმის გამო დაშორება, სწავლის გამო დაშორება, რაღაც სიტუაციების გამო დაშორება და კონტაქტი ჩანს მხოლოდ და მხოლოდ ვირტუალური. მიმოწერა, დარეკვა. მოდი ვნახოთ მისი გრძნობები თქვენდამი. ისევ ისეთია თუ არა, ისევ ისეთი ძლიერია თუ არა, როდესაც რაღაცა რაინდული საქციელი განახორციელა მან თქვენს წინაშე და ამოგიყვანათ იმ რაღაცა სირთულიდან. ნახოთ ახლა რას გრძნობს ის თქვენდამი. იმიტომ რომ არის სიშორის ელემენტები. აქ ჩანს, რომ საკმაოდ დიდი ცვლილებებია წამოსული. საკმაოდ რადიკალურად დიდი ცვლილებებია და შეიძლება უკვე მიიღეთ ეს შეტყობინება, ეს ამბავი, ეს ინფორმაცია მისგან. ან უნდა მიიღოთ, რომ ნახეთ, რაღაც ისი აღარ არის როგორც იყო. რაღაც ისი აღარ გიზგიზებს როგორც იყო, თუმცა ფორმალობას ინარჩუნებს.
ნახე, ეს არის მისი შეგრძნება. ვალდებულებას, ფორმალობას ინარჩუნებს და ამას ან შეიტყობთ, ან გაიგებთ, ან გრძნობთ მისი კონტაქტზე გამოსვლის ან ტემპიდან, ან მონაწერიდან, ან ხმის ტემბრიდან. თქვენ ამას იგრძნობთ, რომ რაღაც ისე აღარ არის და ეს მართალია, რაღაცა ცვლილებები არის მასში მომხდარი. თუმცა ამ ეტაპზე ინარჩუნებს იგივე მდგომარეობას, იგივე სტატუსს, რა სტატუსიც აქვს ახლა თქვენს ცხოვრებაში, თუმცა შინაგანად არის ძალიან შეცვლილი. საერთოდ ესეთი რამ ძალიან ხშირად ხდება და მინდა გითხრათ, რომ ვარ რაღაც სოციალურ ჯგუფებში და ძალიან მაინტერესებს ხოლმე მასის ფიქრი, მასის აზრი, მასის დამოკიდებულება, მასის შეხედულება. და ახლა მე მინდა ძალიან საინტერესო რაღაცა გითხრათ. შეიძლება გაბრაზდეთ, რომელიღაც ნაწილში ამოიკითხოთ თქვენი თავი. შეიძლება პირიქით უმცირესობაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ეს გაბრაზებაც კარგია თუ გაბრაზდებით, თუ გეწყინებათ, იმიტომ რომ დაგაფიქროთ ამ ყველაფერმა რაღაცაზე. ნახეთ, რისი თქმა მინდა და რა მოვიდა ამ თქვენს პარტნიორს რო აგიხსნათ. მოდი დავიწყოთ იქიდან, საიდანაც დავიწყე, რომ მასის აზრები მაინტერესებს და ძალიან გამოკვეთილია ესეთი აზრი. ნახეთ, მე მაინც აქ ვფიქრობ, რომ აქ არის წვილი, ოჯახი და ესეთი ენერგია მოდის, რომ ან თქვენ ხართ წასული ქალბატონი შორს, შეიძლება სხვა ქვეყანაშიც, ან მამაკაცი, მაგრამ ოჯახი არის, სტატუსურად ოჯახი არის და ეს ოჯახი შეიქმნა დიდი სიყვარულით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მით უფრო რომ რაღაც ისეთი გააკეთა მამაკაცმა თქვენთვის, რომ ან ქალმა თქვენთვის, ხო, ეს არ აქვს მნიშვნელობა, რომ რაღაცა თუნდაც სულიერი სიცარიერიდან ამოგიყვანათ, ხო, ან რაღაცა პრობლემიდან როგორც დავიწყე ეს გაშლა. და რა მინდა ვთქვა, ნახეთ, მასა, ანუ უმრავლესობას ვუსვამ ხას, ბევრი ხალხი, ძალიან ბევრი ხალხი და განსაკუთრებით ეს შეხედულება უფრო მეტად იგრძნობა ქალებში. და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი გააბრაზდება, გაღიზიანდება, მაგრამ იცოდეთ, რაც გაბრაზებთ და გაღიზიანებთ, ეს თქვენი დაფარული ჩრდილებია და დაფიქრდით ამაზე. ფიქრობს ასე, რომ თუ კი უყვარდა და თუ კი შექმნა ოჯახი, მორჩა ეს ასია და სიკვდილის კარამდე ეს სიყვარული იქნება და ეს არის ნორმა, ეს არის წესი, ეს ასე უნდა იყოს, რომ რაც არ უნდა მოხდეს. მე განვითარდები თუ არ განვითარდები, მე ამ სიყვარულს გაუფრთხილდები თუ არ გაუფრთხილდები. ან პირიქით, ზედმეტად გაუფრთხილდები და მოვახჩობ ამ ჩემი ზედმეტი მზრუნველობით, ყურადღებით, დევნით მას. თუ რაც არ უნდა მოხდეს, ვალდებულია ადამიანი, რომ უყვარდეს მეუღლე. ეს ასეა. და ადამიანს რანაირი უფლება აქვს, არანაირი უფლება აქვს, არის და მე მოდის ეპითეტები საშინელი, არ ჩამოვთვლი ამ ეპითეტებს, ესეთია, მამაკაცი თუ ვინმე სხვა შეუყვარდა. იმიტომ რომ არ დააფასა შვილების დედა და მოდის ესეთი ტრაფარეტული ფრაზები. და მოდი მე ხლა ესეთ რამეს ვიკითხავ. ნახეთ, ზოგი ადამიანი ზუსტად ისეთივე გარდაიცვლება სიტყვაზე 80-90 წლის ასაკში, როგორც იყო 20 წლის ასაკში. იგივე გემოვნება, იგივე აზროვნება, იგივე შეხედულება, იგივე ფიქრები, იგივე დამოკიდებულებები. ანუ არ ვითარდება. არის და არის. და ზოგი ადამიანი ვითარდება. განვითარებას აუცილებლად მოაქვს გადაფასების ეტაპი.
და როდესაც გადაფასება ხდება, არანაირად აღარ მოგეწონება, აღარანაირად აღარ შეგავსებს, აღარანაირად არ მოგხიბლავს ის, რაც გიყვარდა სიტყვაზე 20 წლის ასაკში. და მე მესმის ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, რომ არის ეს აი სწორედაც რომ მოთხოვნილება, რომ ეს ასე უნდა იყოს. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, რაც არ უნდა გინდოდეთ ეს ასე არ არის. თუ კი ადამიანი იცვლება, ვითარდება, მისი დამოკიდებულება ყველაფრისადმი გადაფასდება და მათ შორის შეიძლება თქვენ და მე დამოკიდებულებაც გადაფასდეს. ამიტომ ეს განაგანაჩენია, რომ 20 წლის ასაკში შეყვარებული ქალი ან მამაკაცი არ შეიძლება გიყვარდეს მთელი ცხოვრება, არამც და არამც. აქ უბრალოდ უნდა დაფიქრდეთ, რომ დაიწყოთ ერთმანეთის ტემპს და განვითარება მოახდინოთ ორივემ წყვილმა. ჩემი გამოსავალი ეს არის. და არა ის, რომ აი ესე მკაცრად მუშტი დაარტყათ მაგიდაზე, მე მაქვს სტატუსი შენი ცოლი, ან მე მაქვს სტატუსი შენი ქმარი და ვალდებული ხარო გიყვარდეს. სიყვარული ვალდებულებას არ შეიცავს. აი, როცა გიყვარს, მაშინ იღებ ვალდებულებას, თორემ ვალდებულებით ვერასოდეს ვერ შეიყვარებ, თუნდაც რომ ყვარებოდი შენ. და არის მეორე მომენტიც. შეიძლება ისე სხვადასხვა მხარეს განვითარდნენ, ისე სხვადასხვა მხარეს წავიდნენ, რომ საერთოდ აღარ ისმოდეს წყვილს ერთმანეთის. ეს მტკივნეულია, მაგრამ არ არის ტრაგედია. და ამაზე დაფიქრება ღირს ამ საკითხზე. ეს ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ აი ენერგია მოდის ესეთი, რომ რაღაც შეიცვალა ამ ადამიანში, ვინც წასულია, ვინც შორს არის, რაღაცები გადააფასა, თუმცა ვალდებულებას გრძნობს. მაგრამ ემოციები არის შერყეული, საკმაოდ შერყეული მისი. მოდი ახლა გავაგრძელოთ თქვენ რას გრძნოთ მისდამი. თქვენთან რა ხდება? თქვენთან ხდება ის, აი და კიდევ ერთხელ ხას ვუსვავ, რომ ეს პირველი ვარიანტი ნამდვილად ოჯახზე არის, აქ არ არიან შეყვარებული წყვილები, იმიტომ რომ აი ძალიან მძაფრად იგრძნობა ეს. თქვენ გაყურებთ გზას, თქვენ გაყურებთ სიშორეს, თქვენ ოცნებობთ, თქვენს მუცელში ისევ პეპლები დაფრინავს. ისევ გინდათ რომ ის იყოს, იმიტომ რომ ეს ემოციები ძალიან მძაფრად გახსოვთ. გარდა ამისა, თქვენ ზრუნავთ ბავშვებზე, ოჯახზე, შეიძლება მოხუცებზე, სახლზე, კარზე და ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ამას უღალატო, ან უღალატოს ვინმე და თუ უღალატებს ძალიან ბრაზობთ მასზე. თქვენ მთელი თქვენი დრო, ემოცია, სიყვარული, სითბო, რესურსი ჩააქსოვეთ ამას, ოჯახს, სახლს და სადღაც თქვენი თავი დაკარგეთ. სადღაც თქვენი თავი დაკარგეთ, იმიტომ რომ ვიღაცა ან ვიღაცები უფრო გააღმერთეთ, რაღაც პედესტალზე შემოსვით და მის თაყვანისმცემლად იქცეთ და არა თანასწორად. თქვენი მთელი ფიქრი, დარდი, შრომა არის და ეს ძალიან დასაფასებელია. ოჯახი, სახლი და ძალიან სევდანავრევი იმედით გაყურებთ ამ გზას, ამ სიშორის გზას. მოდი ახლა ვნახოთ თქვენი ურთიერთობის პერსპექტივა. მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს პარტნიორი, ეს ადამიანი, რომელიც შორს არის, რომელშიც მოხდა რაღაც ცვლილება, რომელმაც ცოტა არ იყოს მოვალეობის გარდა თავისუფლება იგრძნო, ეს აღმოჩნდება
რაღაც მხოლოდ დროებითი ეტაპი, რაღაც დროებითი დაფიქრების, გადამუშავების, ანუ ახალი შემოსული იმპულსების და ემოციების გადამუშავების, გაანალიზების პერიოდია. ასე რომ არ ინერვიულოთ, კარგი მომავალია. ეს ადამიანი უბრალოდ შეიძლება იმიტომ შეწყვიტა კონტაქტი, იმიტომ გაცივდა, იმიტომ რომ პასუხისმგებლიანი ადამიანია და არ უნდა ითამაშოს და მოგატყუოს და დროებით თავს უსვავს კითხვას, კიდე მიყვარს ეს ქალი? და მე მინდა გითხრათ, რომ კი, მისი დააფიქრა რაღაცები. იქნებ ეს სიმსუბუქე, უფრო მეტი თავისუფლება, უფრო მეტი სილაღე, რაღაცა კომფორტი არის სიყვარული. თუ ის შრომაში და უძილო ღამეებში გადაღლილი და გათანგული ქალი. და გილოცავთ, ეს ადამიანი დაფიქრდება და იგრძნობს, რომ არა, მისი ერთადერთი სიყვარული ხართ თქვენ და მიხვდება, რომ არის რაღაცა თქვენში ის, ნახეთ, შეიძლება ნაოჭიც გაქვთ, შეიძლება ჩაშავებული თვალებიც გაქვთ დაღლილობისგან და უძილობისგან, ხელებიც შეიძლება გაგიუხეშდათ, მაგრამ ეს ადამიანი თქვენში ხედავს იმ პატარა გოგონას, რომელიც ოდესღაც შეუყვარდა, იმ რაღაც სპექტაკლს, რომანტიულს, ჰაეროანს და თქვენ ამას იგრძნობთ. ცოტა დრო სჭირდება, რომ დაფიქრდეს, ასე რომ არ შეგეშინდეთ, მაგრამ თქვენთვის რჩება. მოდი ამოვიღოთ თქვენთვის რჩება აუცილებლად. თქვენთვის რჩება. სხვათა შორის რო არ ამომიღო არკანები, მე ამ რჩევას მოგცემდით, მაგრამ არკანებმაც ეგ რჩევა მოგცათ, ამ შემთხვევაში დაემთხო ჩვენი აზრი ერთმანეთს. პირველი რჩევა არის ის, რომ თქვენ თვითონაც გაიხსენოთ თქვენში ის პატარა გოგონა, ის ბავშვი, ის ანცობები, ის გულწრფელი ღიმილი, ხო? აი გულდან ამოსული ღიმილი, ის ოცნებები, ის სურვილები, რაც გქონდათ. თქვენ ამას იმსახურებთ და ნუ გონიათ, რომ ეს არის დანაშაული. სამწუხაროდ მე არ ვიცი სხვა ქვეყანაში რა ხდება, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არ მგონი ახალ თაობაში, მაგრამ ჩემზევით თაობებში ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული. თუ შენ თავზე იზრუნებდი, თუ ადამიანი თავის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავდა, იმას კარიერის ეძახდნენ და ეს ძალიან დიდი სალანძღავი სიტყვა იყო, ხოლო თუ ადამიანი რაღაც თავის ფაქის რაღაცა ჰობი ქონდა, სურვილს აისრულებდა, რაღაცა ზრუნავდა საკუთარ თავში, დიდი ეგოისტი იყო ის. ხო და ესე არ არის, გქონდეს დანაშაულის შეგრძნება, აისრულეთ. თუნდაც ძალიან პატარა სურვილი, რაც იმ თქვენ შიგნით მაცხოვრებელ გოგონას აქვს და ეს არ მომკვდარა, თქვენში ეს ცოცხალია. შრომასა და დასვენებას შორის, აი როგორ გითხრათ, მიეცით თავს რომ დაისვენოთ და შრომა იყოს იქამდე სადამდეც, არა მოკლედ იშრომეთ გადაქანცვამდე, იშრომეთ იმდენი რამდენი რესურსიც გაქვთ და არა ბოლო რესურსის ამოწურვამდე, ხო? მე მესმის, რომ დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ ძალიან, მაგრამ ბევრი არ შეიცვლება ამითი და ნახავთ უფრო მეტი ენერგია მოგექცემათ და იშრომაც უფრო ხალისიანი გახდება, თუ თქვენ ამ პატარ-პატარა სურვილებს აისრულებთ და მესამე, ნუ მიეცემით დეპრესიას, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ამ თქვენს პარტნიორს უყვარხართ, რას იზამთ, დროა ესეთი. თუმცა ეს დროც ჩვენ მოვიყვანეთ ადამიანებმა, ხო? ჩვენ ან ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა საქციელმა, ნუ რავის ნუ დავაბრალებთ, რაც ჩვენს წინ არის, რაც ჩვენს თავს ხდება, ეს ჩვენ შევქმნით, ესეთი ცხოვრება, ესეთი სამყარო, ჩვენი ქმედებით ან უმოქმედობით, ეს არის ზუსტად კარმაც, მაგრამ ისევ და ისევ იმ ადამიანს თქვენში უყვარს ის ახალგაზრდა გოგონა და გამოაღვიძეთ ის ახალგაზრდა გოგონა თქვენში. ეს პირველი ვარიანტი. ახლა გადავიდეთ ვინც ოქროსფერი ენერგია ერჩია და ვნახოთ
როგორი ისტორია იყო აქ, რომ მიხვდეს ეს ვარიანტი არის თუ არა მისი. აქ ჩანს ესეთი რაღაც, რომ იმპერატრიცა ამოვიდა, რომ ოდესღაც წარსულში თქვენ იყავით პედესტალს ჯდარი ქალი, რომელიც გააღმერთეს, ძალიან შეიყვარეს, მასში დაინახეს ყველა ის მნიშვნელოვანი ლამაზი დეტალი და მასში არსებული სილამაზე, ნიჭიერება, მისი მიღწევები, მისი ნამდვილი სახე ძალიან უყვარდათ, ან ძალიან უყვარდით, ასე ვთქვათ, და ეს სიტკბო შეიგრძენით, დიდი სიყვარული სიტკბო. ეს საჯარო გაშლა და ვიტყვი, რომ ბევრი თქვენთაგანი თავის სხეულში ატარებდა სიყვარულის ნაყოფს, იმიტომ რომ ბავშვის თემა ჩანს მეორე არკანშიც და მოხდა აი ესეთი ზღაპრული, ბედნიერი შეგრძნებების ყოფის უცებ ჩამონგრევა და კარგვა მიტოვების ტრამვით. თუ ეს ისტორია თქვენია, მაშინ უყურეთ ამ გაშლას. მოდი ვნახოთ, რა იყო მიზეზი ამ საქციელის. მიზეზი ალბათ ყველა მიცის, ყველა ინდივიდუალურია, მაგრამ მე ვგულისხმობ, რა იყო რეალური არაცნობიერი მიზეზი ამ ყველაფრის. ანუ, მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ეს საჯარო გაშლა, მაგრამ რა უძღო და რა ნაპერწკალი ამ საქციელს. ნახოთ. კი, ბავშვის თემა ძალიან აქტუალურია, შეიძლება იყავით ორსულად, შეიძლება გყავდათ შვილი, შვილები უკვე ამ ადამიანთან, ეს ძალიან აქტუალურია, შეიძლება იყავით უკვე ოჯახიც კი და დიდი ალბათობით აქაც ამოდის, რომ იყავით ოჯახი და ამოდის ძალიან დიდი მსხრევა, ძალიან დიდი ტკივილი ამ ყველაფრისა და აქ ჩანს, რასაც აქ ვხედავ, აქ ჩანს ორი ძლიერი ეგრეგორის შეჯახება, ორი ძლიერი სტრუქტურის შეჯახება. აბა მომწერეთ, დააპაუზეთ ვიდეო და მომწერეთ, ხომ არ იყო სხვადასხვა ეროვნება, სხვადასხვა რელიგია, სხვადასხვა სტატუსი, სხვადასხვა ფენა, ან ორი ოჯახის ვერ მიღება, ან გოგოს მხრიდან, ან ბიჭის მხრიდან, ან ორივეს მხრიდან რაღაცა სტატუსების შეჯახება აქ. ორი დიდი სტატუსის შეჯახება. ძალიან გთხოვთ დამიწერეთ. მოდი ვნახოთ კიდევ მიზეზი, კიდევ ჩავღრმავდეთ. ჩარევა დედამთილის სიდედრის. აი ორი დიდი სტატუსის დიდი შეჯახება. მოდი ვნახოთ. კი, ეს ენერგია არ მოვიდა ჩემთან ტყუილად, აქ მოხდა ძალიან ღრმად, ეგრეგორულ დონეზე, ასე ვთქვათ, გვარების შეჯახება. თითქოს ცოცხლებმა ხო ვერ მიგიღეს და გარდაცვლილებმაც, ანუ წინაშვიდ თაობაშიც გადაწყდა ეს, რომ ეს გვარი არ შეერთდებოდა, არ იქნებოდა მიმღებლობა და
ეს წინააღმდეგობა აშკარად მოდის ბიჭის მხრიდან, კაცის მხრიდან. ამ კაცის გვარი, გენი, ოჯახი და ასე შემდეგ ჩაერია ძალიან მძაფრად ამ ყველაფერში. მოდი ვნახოთ, რახან ეს წარსულში იყო, რაც ამოვიდა. მოდი ვნახოთ ახლა ამ მამაკაცის გრძნობები თქვენდამი. ნახოთ ამ მამაკაცის გრძნობები თქვენდამი. არ ვიცი, თითქოს დრო გავიდა და შენელების მაგივრად უფრო და უფრო ივსება მისი სული თქვენდამი სიყვარულით. უფრო და უფრო გრძნობს, რომ თქვენ იყავით ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელსაც ვერსად ვერავისთან ვერასდროს ვერ იპოვის. თქვენ იყავით რაღაცა ისეთი ენერგიის მიმცემი ამ ადამიანისთვის. მან თქვენში ისეთი რამ აღმოაჩინა, რასაც გრძნობს, რომ თითქოს ნარკომანივით არის, ხო, რაღაცა მიჯაჭვული თქვენს ამ ენერგიაზე, ამ სიტყვებაზე და იცის, რომ დედამიწის ზურგზე ვერ იპოვის სხვასთან ამ ყველაფერს. ეს ძალიან გააზრებული აქვს. გრძნობს, რომ თქვენ მისთვის იყავით დიდი საჩუქარი ღმერთის და თქვენი დაკარგვის შემდეგ ეს არის ძალიან დიდი სასჯელი, უშენობა მისთვის. მენტალურადაც გრძნობს ამას, რომ მან არ აიღო პასუხისმგებლობა, ძალა, ენერგია, რესურსი, გამბედაობა, წინ გადადგმული ნაბიჯები და ბრძოლა, რომ თქვენ შეინარჩუნებინეთ და აი ამ დიდი სისტემის, როგორც თქვი, ოჯახის, გვარის, ნათესაობის, რელიგიის, არ ვიცი, ეს არის საჯარო და ყველასთან სხვადასხვანაირად რეზონირდება, იმის დიდი ტყვე გახდა ეს ადამიანი. მოდი ვნახოთ თქვენი შეგრძნებები მისდამი. თქვენში, თქვენს ცნობიერში თითქოს გაურებულია ემოცია და გრძნობა. ხან გრძნობთ, რომ ეს გრძნობთ, იმიტომ რომ იყო კიდევაც ეს ძალიან ძლიერი ფუძის მქონე, ანუ უზარმაზარი სიყვარული ამ ადამიანთან. გრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყავით თქვენ ერთმანეთის და იცით, რამდენად დიდი რაღაცების შექმნა და განვითარება შეგეძლოთ თქვენს ემოციას გულისხმობთ და სიყვარულს. ძალიან კარგად იცით